ახლა კი ვიმოგზაურებთ რეგიონებში, დავიწყებთ რაჭით, სადაც ახალი წლის შეხვედრის განსაკუთრებული ტრადიციები არსებობს. შქმერული რაჭური, ლორი და ლობიანი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მოამბის გადამღები ჯგუფი ამბროლაურის რაიონის სოფელ ზირაგეულში მცხოვრებ ბოჭორიშვილების ოჯახს ესტუმრა. ჩვენი რესპონდენტები მამა პაპისეულ და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ოდა სახლში ცხოვრობენ და საოჯახო მეურნეობით არიან დაკავებულები. აქვთ ღვინის საოჯახო მარანი და წინაპრებისგან მიღებული ცოდნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით ამზადებენ რაჭული კულინარიის გამორჩეულ და უნიკალურ პროდუქტს რაჭულ ლორს. საახალწლო ფუსფუსთან და კერძების მზადებასთან ერთად ყველა ოჯახი ელოდება მაკვრიელს ანუ მეკლეს. ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილია ახალ წელს ოჯახში პირველად შესული სტუმრის დახვედრის წესები და რიტუალები. ზამთარში რაჭა ხშირად დილით ნისლში ეხვევა. გაყინული შაორის წყალსაცავის და დათოვლილი მთების სითეთრე თვალს გვჭრის. სახლის საკვამურიდან ბოლი ამოდის და ვხვდებით, რომ სოფელი ნელ-ნელა იღვიძებს. დიდი ზამთარი და თოვლი რაჭაში განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ. სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი დეკემბრის ბოლო დღე და ახალი წლის შემოსვლის მოლოდინია. გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე ნიკოლოზი ვარ, 6 წლის. წერა-კითხვა უკვე ვისწავლე. პირველად წერს ჩემით. მე და რეზოს მოგვიტანე ბევრი სათამაშო მანქანა და დიდი ნაძვისხე. გთხოვ საჩუქრებს რომ მოგვიტან. დაგვენახე მე და ჩემს ძმებს. გელოდები. პატარები უწერენ წერილს აუცილებლად ნაძვისხესთან დებენ. დილით ელოდებიან რომ დახვდებათ საჩუქარი. ახლა მოგესალმებათ წერს დიდი თოვლი არის რაჭაში, შეიძლება კი ვერ გადმოვიდეს, მაგრამ გადმოგზამის. ვიდრე ნიკოლოზი წერილს წერს, მის ოჯახში თითქმის საუკუნოვან ბუხარში ცეცხლი ინთება და ბოჭორიშვილები რაჭული ტრადიციული კერძების მომზადებას იწყებენ. საახალწლო სუფრაზე საპატიო ადგილი შქმერულს უკავია. ეს კერძი პირველად სოფელ შქმერში მოამზადეს და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. არ მეგულება რაჭაში ოჯახი, რომ ეს შქმერული არ მზადდებოდეს საახალწლო სუფრისთვის. ესეთი საფირმო კერძია რაჭველებისთვის ახლა შქმერული ისედაც ახალ წელსაც. საპატიო სტუმრისთვისაც შქმერულის და ლობიანის და ლორის გარეშე არავინ არ მიდის რაჭიდან. აუცილებელი პირობა არის შქმერულის, რომ ნიუ-იორკში და წყალში კარგი სოფლის დედალი უნდა იყოს ოღონ. ჩაალაგებენ და აგერ კეცებზე ბუხარში წვავთ. ეხლა დაიწყეს უკვე ნაღებსაც ურევენ ზოგჯერ ძეს, მაგრამ ტრადიციული შქმერული არის მარტო ნიორი და წყალი. ახალი წელი რაჭული ლორის გარეშე წარმოუდგენელია. რაჭაში ლორის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ თვითონაც ვაწარმოებთ ოჯახში რაჭულ ლორს, უკვე 6 წელია. ტრადიციული შებოლილი რაჭული ლორი, ესე ვქვია ჩვენ ლორს. ანუ ჩვენი წინაპრები როგორც აკეთებდნენ. ნოემბრის ბოლოს კლავთ ღორებს, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ტყეში გაზრდილი კენკროვან ხილზე. ერთი კვირა უნდა იყოს დამარილებული, კიდევთ ზედმეტი წვენი რაც აქ ის ჩამოვა იქიდან ჩამოწდება და ერთი კვირის შემდეგ უნდა აუცილებლად დიდი ცეცხლი და არა კვამლი და 10 დღის შემდეგ უკვე ნელ ცეცხლზე იბოლება. განსაკუთრებული და განსხვავებული გემოსი, იმიტომ არის ჩვენი რაჭული ლორი, რომ უნდა შეიბოლოს აუცილებლად ან ტყემლით, ან წიფლით. ეს აძლევს ზუსტად იმ განსხვავებულ გემოს.
რაჭული ლორის დამსახურებაა ისიც, რომ რაჭველების მიერ გამომცხვარი ლობიანის გემო გამორჩეული და განსაკუთრებულია. ლობიანი ლორით ეს ახლა დაიწყეს უფრო ამ დროში ამ ლორის მოწყობა ლობიანზე ზემოდან და არის ლობიანი ლორით. ძველებური რაჭული ადათ-წესი რაც აგვაქვს ლობიანთან დაკავშირებით არის, რომ ლობიოს როცა ხარშავთ, შიგნით ვაგდებთ პატარა ნაჭერ ლორის ნაჭერს და ეს აძლევს განსხვავებულ და უგემრიელეს არომატს. და ზავდება ღორის მუცლის ქონი უნდა უქნათ შიგნით ცხიმისთვის. ბოჭორიშვილების ოჯახში მეკვლე ტრადიციულად პატარა ნიკოლოზია. ამ მხარეში მეკლეს მაკვვრიელს უწოდებენ. ძველი წესით, თუ მაკვვრიელი ფეხბედნიერი აღმოჩნდებოდა, ოჯახი მას კიდევ 3 წლის განმავლობაში ირჩევდა. შემოდის მეკლე, შემოვდგი ფეხი, წყალოდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, ასეთი ლოცვა არის ერთგვარი. ამას ამბობს, შემდეგ ღუმელში მიდიოდა, ქექავდა ნაცარს და ამბობდა ამდენი სული საქონელი, ამდენი სული ღორი, ბატი, ქათამი და ანუ უსურვებდა ხვავს და ბარაკად. ვიცოდით კიდე ბრინჯი. ბრინჯი ქონდა ხმუჩში. ბრინჯი და ამ ბრინჯს შევყვრედით იმაში, რა ქვია, იმაში ბარაკა. ეს ბარაკის ნიშანი იყო, ასე გჯეროდა მას. სხვადასხვა ახლოს ბევრგან არის ეს შემორჩენილი. მარტო სოფლებში არა, ჩვენც, იმიტომ რომ გვიყვარს ეს ჩვენი ძველი ტრადიციები, ჩვენც ვაკეთებთ ხოლმე ასეთ რაღაცებს. ანუ როგორც საქართველოს ყველა კუთხეს, ისე ჩვენც აგვაქვს მრავალგვარი სიმღერები და ახალგაზრდა მრავალჟამიერი. აუცილებლად ბევრნაირი მრავალჟამიერები გვაქვს, ყველა ოჯახში იმღერება. საუკუნეს ითვლის ბოჭორიშვილების რაჭული ოდასახლი. აივანი ტრადიციული ორნამენტებითაა გაფორმებული. თითოეული მათგანი ხელითაა გამოყვანილი. ოდითგანვე რაჭველი კაცი იყო ხის ხელოსანი, ანუ ხურო, რაჭველი მამაკაცები დადიოდნენ იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში და თავიანთ შემოქმედებას ტოვებდნენ იქაც. აქ ცხოვრობდი, რა თქმა უნდა, მე კი არა მამაჩემის მამა, მამაჩემის ბაბუა, ბაბუაჩემის მამა და ასე შემდეგ. ეს სახლი არის ჩემთვის მთელი სიგნე და მთელი ცხოვრება. ჩვენი ოჯახი ძალიან ხალხრალობის გამოირჩეოდა თავიდანვე დიდ გობზე იზილებოდა ლობიოც მუტუკვას ეძახიან ლობიოს მუტუკვას ეძახიან ამას იტუკებოდა ლობიოც და უამრავი ხაჭაპური ცხოვრობდა ლობიანი ცხოვრობდა იმიტომ რომ უამრავი ხალხი იყო და ერთად შემართები ხდებოდნენ ახალ წელს მაქვს კიდევ მამა პაპისეული ვენახი სადაც მოდის ჩვენი რაჭის სავიზიტო ბარათი ხვანჭარის ჯიშის ყურძნები მაქვს გაჩენებული იქა. ული ჩემს მამის და ბაბუის დატოვებული ვენახს, ული ამ ჩემს მამა პაპისეულ სახკარს და ვარ ბედნიერი. საახალწლო სუფრაზე გვიდევს ხვანჭარას, გვიდევს რაჭული თეთრას. აღნიშნავთ ახალი წლის შემოგზადებას, ღმერთმა მშვიდობიანად და ბედნიერად შემოეყოლოს ყოველი ახალი წელი ჩვენს ოჯახებს და მთლიან საქართველოში. მოგილოცავთ.